მოგესალმებით ჩემი საყვარელო გამომწერებო, ისეთი გამწარებული ვარ და მინდა ჩემი ესეთი მდგომარეობა გაგიზიაროთ თქვენც. აი, ესეთი მომენტებული ზღვაზე არასოდეს არ ჩამოვსულვარ, იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ მომიხდეს საჩურაო კოსტიუმი, ამიტომ წინასწარ ვდგები ხოლმე დიეტაზე და ესეც მოვიქეცი ბოლო ერთი თვე ყველანაირად შევზღუდე ტკბილი, ყველაფერი ცომეული, რა თქმა უნდა, გრამაჟობით კვებაზეც ვიყავი, მაგრამ წონაში ვერ დავიკელი, რა თქმა უნდა, ეს ირგვლივ მუცლის ცხიმი, რომელიც აი მუცლის ირგვლივ ცხიმი არასოდეს არ მქონია, ვერაფრით ვერ მოვიშორე და ეხლა მივხვდი რაშია საქმე. ეს არის ხო იწყება მენოპაუზით, ანუ 45 წლის მერე 50 წლის მერე იწყება მენოპაუზით, გვაქვს ოფლიანობა, გვაქვს ეს ალები, საშინელი ალები და ეხლა საერთოდ აღარ მაქვს არც ოფლიანობა, არც ალები და უკვე დაიწყო ცხიმმა მუცლის ირგვლივ ჩაწყობა. და რას ვაკეთებთ ახლა? ყველაზე მეტად გვინდება ტკბილი ამ პერიოდში. მე მაგალითად ასე ვარ, აი ტკბილზე მაქვს განსაკუთრებული მოთხოვნილება და რა გავაკეთე ახლა? ჩამოვედი, აი აქ რო ჩამოვიდოდი ხოლმე აბა აჭარულსაც მივირთმევდი, ნაყინსაც მივირთმევდი, ყოველას ნაყინი უჭირავს ხელში და აი არაფერს არ ვაკეთებ. ყავასაც კი უშაქროთ ვსვავ, ცურავ, აი ვერ გეტყვით რამდენს არ ვჩერდები და 1 გრამი არ მაკლდება ხალხო. აი არ მაკლდება 1 გრამი ხალხი. აი ახლა რა გავაკეთე? აი ნაყინი რო შემეცვალა, გუში ნახეთ, აქ იყიდება ბერძნული, აი ქობულეთში იყიდება ბერძნული იოგურტს რო ეძახიან, აქ არის მალინაც ძალიან ბევრი იყიდება და მოცვი, რომელიც ჩვენი კუჭნაწლავისთვის, თვალებისთვის აი ძალიან სასარგებლოა და დავაბლენდერე ეს ყველაფერი, გავუკეთე შაქრის შემცველი და არის უგემრიელესი და აი ეს მოცვი ნახეთ, აი ეს მოცვი გავუკეთე მთელი, აი ვერ გეტყვით როგორი გემრიელია და გავუკეთეთ ოდნავ დამატკბობელი და აი ამით შევცვალე მაცივარში გავაკეთე ეს და საღამოს მაგალითად ტკბილი თუ მომინდება ამით ჩავანაცვლე და არის უგემრიელესი, ანუ შაქარი, ბერძნული იოგურტი, ცოტა არაჟანი გავუკეთე, შაქრის შემცველი, სტევია შეგიძლიათ, კიდე შაქარი სასარგებლო იყიდება, ის შეგიძლიათ, ან სულაც აი გაჩვენებთ ახლა, აი ეს ძალიან მომწონს, მე კარგი გემო აქვს, აი 10 ცალი გავუკეთე 9 კილოზე და დავაბლენდერე და მოცვი გავუკეთე ცოცხლად. ხო, თავარი ინგრედიენტი დამოვიწყდა. ჟელატინი, აი ეს ჟელატინი დავალბე, რაც იყო, გამოვიდა დაახლოებით 1 სუფრის კოვზი და აი ნაყინის სტრუქტურა რო ქონოდა ეს და ეს არის ძალიან კარგი შემცველი. მოკლედ, ქალბატონებო, ვინც წონაში ვერ ვიკლებთ, ვისაც ზოგმა გადავლახეთ, ვისაც მენოპაუზა გვაქვს, ტკბილი უნდა ამოვიღოთ, აი დავამტკიცე. აი მე ახლა ისე ვიტანჯები, ისე მინდა რომ კარგ ფორმაში ვიყო, აი ვერ ვეგუები ჩემ სანდროს ვეუბნები, ვაიმე მეთქი აი ესეთი ცხოვრებაში არ ყოფილვარ მეთქი და არც 54 წლის არ ყოფილხარო და უნდა შეიყვარო შენი სხეული ისეთი როგორიც ხარო, მაგრამ ხო იცი აი რომ ვერ ეგუები, აი ისეთი აი საცურაო კოსტიუმში მუცელი რო გიჩანს, აი ეს ჩაი კარგი აი ცემენტის პაჩკასავით რო ხარ ჩატენილი, აი ამას ვერ ვეგუები და ალბათ ვერ შევეგუები, ამიტომ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი. ეხლა ეს გადავდოთ და უნდა დაგელაპარაკოთ აი ამ ეს არის მაგნიუმი და ჩემგან დაიმახსოვრეთ აი ზუსტად ეს ხაზი, ეს ვიყიდე ავერში და ну რა თქმა უნდა ფასდაკლებით გამოდის სადღაც 2 თვის დოზა არის. ეხლა ეს რა შეება? მაგნიუმი აუცილებლად უნდა დავლიოთ ყველა ქალბატონმა 40 წლის ზემოთ. ეს იქნება სახსრების ტკივილი, ეს იქნება კუჭის მოქმედება, ეს იქნება აი ძილს მოგიგვარებთ, სახსრების პრობლემა, აი ფრჩხილები, თითები, ფეხები ისე მეკრუნჩხვებოდა, აი ამის ყოველ სულ უნდა დალიოთ თან, ეს 1 თვე და 2 თვე არა, ეს არის ძალიან, აი ეს ხაზი, აი ეს არის გერმანული, აი რაც აწერია, აი ეს ხაზი განსაკუთრებით ქალბატონებისთვის ვიმეორებ 40 წლის ზემოთ. თუ გინდათ რომ დაიძინოთ, თუ გინდათ რომ სახსრების ტკივილმა გაგიაროთ, თუ გინდათ რომ კრუნჩხვებმა გაგიაროთ, გაიმეტეთ
საპენსიო ბარათითაც აკლდება და კარგად აკლდება, მოკლედ 100 რაღაც აკლდება და 60 ლარი გადავიხადი ამაში და წონაში თუ გინდათ რომ წონაში დაიწყოთ კლება, იმიტომ რომ კუჭის მოქმედებასაც აუმჯობესებს. აი ეს ხაზი მინდა რომ იყიდოთ ყველა. და აქ მაგ ეს გამოვიწერე, მაგრამ თბილისშიც აფთიაქებშიც აფთიაქ ქშელსიც არის კურკუმა, რომელსაც აქ დამატებული შავი პილპილი, შიგნითვი აქ დამატებული, ესეც აუცილებლად უნდა მიიღოთ, ვისაც გაუსაძლისი ტკივილები გაქვთ. ყველაფერი ეს სახსრების ტკივილი დამეწყო მე მენოპაუზის დროს და რა თქმა უნდა დამეწყო წონის მომატებასთან, ამიტომ ამასაც ვსვავ 2 აბს დღის განმავლობაში ძილის წინ და აუცილებლად მაგნიუმსაც ვსვავ 2 აბს. აი როგორ მძინავს, იცი და აი კრუნჩხვები საერთოდ ფეხის მიდამოში სიმძიმე, აი საშინელი სიმძიმე, ყველაფერი მომეხსნა. აი ეს 2 კომპონენტი დაიმახსოვრეთ, გნებავთ გამოიწერეთ, გნებავთ სააფთიაქო ქსელში, არის ფასდაკლების დღეები, არის შეგიძლიათ თქვენი მშობლების, ბებიების, ბაბუების საპენსიო ბარათით იყიდოთ, აი როგორც ხდება, როგორც ვყიდულობთ ყველაფერს, აი მოკლედ ეს ამ 2 კომპონენტსაც ვიღებ. პარალელურად დესერტი თუ მომინდება, ვიღებ აუცილებლად აი ეს ვაკეთებ ესეთ სასარგებლო ნაყინებს, ასევე ეხა დღეს ეს არის კეშიუ, აი უგემრიელესი ქობულეთში ყიდება, უგემრიელესი კეშიუ, ეს ვიყიდე და ნახეთ ეს არის ვანილში მოხალული ნუში. არც ეს შეიძლება რომ ბევრი მივიღოთ, სადღაც შეგიძლიათ რომ 10 ცალი ნუში, 10 ცალი კეშიუ და რა თქმა უნდა შუა დღეს მივაყოლე ყავა. და აი ტკბილის მოთხოვნილება საერთოდ დამეკარგა. მოკლედ აი ესე დღეში ვარ ხალხო. რას არ ვაკეთებ? ხუცაძე ეხლა წყალს ვსვავ 2 ლიტრა ნახევარს და ვცდილობ რომ ხუცაძე დავამთავრო. გუშინ გრეჩიხა და კოტლეტი გააკეთა სანდრომ და დღესაც გრეჩიხა და კოტლეტი უნდა მივირთო, კიტრი, პამიდორი, რა თქმა უნდა. აი გრამს ვერ ვიკლებ. სამაგიეროდ კარგი ის არის, რომ ალები აღარ მაქვს, ანუ არანაირი ალები, არანაირი ოფლიანობა, თითქოს სადღაც გავაკრე, ესეც ალბათ ჩემი დამსახურებაა, რომ სელს და ჩიას ვიღებდი დიდი რაოდენობით და ამაში შემეწყო ხელი, მაგრამ 54 წლის ვარ და აი საერთოდ გამიჩერდა მეტაბოლიზმი. ეხლა ვნახოთ დილას აღამოს ვცურავ და ვნახოთ აბა 2 კვირაში როგორი შედეგი მექნება თქვენ. ყველაზე კარგად ხვდებით ხოლმე მე როდის მოვიმატე და მიწერთ ხოლმე კომენტარებში ხათო როგორ მოიმატე, ხათო როგორ გახდით, თქვენ ყველაზე მეტად მიხვდებით ამას და აი ეს რჩევები მინდოდა მომეცა გოგოებო, აი 50 წელს ვინც ხართ გადაცილებული და გინდათ რომ ჯანმრთელები იყოთ, აი ჩემგან დაიმახსოვრეთ, ხო ხედავთ, აი მთლიანად გავაჩერე ცხობა და მთლიანად გავაჩერე ამ ნამცხრობის და ტკბილეულის მომზადება და მიღება. საერთოდ უნდა ამოვიღოთ ტკბილი და მერე დაგვილაგდება ყველაფერი. ეს მინდოდა რომ მეთქვა თქვენთვის, ამ რჩევას თუ თქვენთვის ექნება სარგებელი, მე ძალიან გამეხარდება. ყოველ შემთხვევაში მე ესე დავიწყე ცხოვრება, მინდა აუცილებლად უნდა დავიკლო წონაში. თან ვცურავ ბევრს, მთავარი ამიდები იყოს და ამიდები არის და თან აი ამ კვებას აქ რაც არ უნდა ირბინოთ, რაც არ უნდა იცურავთ, რაც არ უნდა იაროთ, თუ კვებას არ დაარეგულირებთ, 1 გრამსაც ვერ დაიკლებთ, მიყვარხართ, გამოიწერეთ ხათოსა სანდროს YouTube გვერდი, სადაც ყველა რეცეპტია თავმოყრილი, მიყვარხართ.